გებე წამოდე საპნის ბუშტები გავბეროთ დე წამო წამო და ბურთიც ვითამაშოთ როგორ მირბის სეაზის ბელე dein Ball mein Schatz komm ბელე შენი ბურთი დე და იქ წავიდეთ და საპნის ბუშტები გავბეროთ ხო? გეხუტუნა დედამ გულში ნელა იქ ძაღლები არ გამოგეკიდოს ნელა Da sind Wauwaus, ja. ძაღლებია იქ. ფრთხილად იქ არ წახვიდე. იქ არ წახვიდე, იქ ჭინჭრებია, გამოდი. იქ არ შეიძლება. მომეცი ხელი. პაპას მოკიდე ხელი. ხო, ვაუ, ძაღლები არიან. იქ ფრთხილად უნდა გაიარო. თორე შენ ბურთზე გამოგეკიდებიან ის ფერი უყვართ ვარდის ფერი. საღამშვიდობის ჩემო კარგებო როგორ ახართ მე მოვედი ისევ თქვენთან და დაგიბრუნდით ცოტა მაინც შემაგვიანდა მაგრამ არა უშავს დღეს 25 მაისია და ისევ ამ ჩვენ საყვარელ პარკში გამოვედით დასვენების დღეა მიუხედავად იმისა რომ ორშაბათია არის ფინკსტენი რელიგიური დღესასწაული გერმანიაში და მოკლედ ლანგეს ვოხენენდე გქონდა გრძელი შაბათი კვირა გამოგვივიდა ორშაბათის ჩათვლით და ხვალ ვიწყებ ისევ მუშაობას. ეხლა გამოვედით პარკში, ბინდდება უკვე საღამო ხანია, მაგრამ არა უშავს. ანაბელი გვინდოდა რომ მაინც გამოგვიყვანა დღეს გარეთ, დღეს ძალიან ცხელო და სიცხეში არ გამომყავს მე ანაბელი, მაინც ვარიდებ მზეს და ეხლა გადასულია რა თქმა უნდა მზე და გამოვედით. მოკლედ სელფის ჯოხი ვერ ვიპოვე სახლში რო გამოვდიოდი და იძულებული ვარ ეხა ესე ხელში დავიკავო ჩემი მობილური რაც ძალიან მიჭირს ხოლმე და ხელი მეღლება მაგრამ არა უშავს და ცოტა მინდოდა რომ დღევანდელი საღამოს ვლოგი გადამეღო იმედია დღეს თუ მოვასწრებ ამ ვლოგის დამონტაჟებას დღესვე დავდებ ჩემს არხზე ავტვირთავ თუ არა და ხვალ აუცილებლად გაჩვენებთ აბა წავედით ეხლა ანაბელი მელოდება და საპნის ბუშტები უნდა გაუბერო ისე უყვარს და ერთხელ ვუთხარი რომ დიდი და პატარა ბუშტები მეთქი და მის მერე აი ამას ეძახის დიდი პატარა თან დიდს ვერ ამბობს და გიგი პატარა ასე იძახის ძალიან საყვარელია ნახეთ რა ლამაზად გალობს ჩიტი ძალიან ლამაზად როგორ მიყვარს ეს პარკი ვერ წარმოიდგენთ ძალიან ამინდები რომ გამოვიდა იმდენი ბალახი ამოვიდა და ისე შეიმოსა მოკლედ ცოცხლით სავსე გახდა ეს პარკი ვიდრე ზამთარში რა თქმა უნდა ანაბელი როგორ მორბის რაო დედიკა გაუბეროთ ბუშტები რა ქვია ამას მითხარი რა გაგიბერო ეს რა არის მითხარი ბელე რას უძახის ამას მითხარი დიდი პატარა ნახეთ როგორ გარბის როგორ უხარია ისე უხარია ანაბელს გარეთ გამოსვლა რომ რა ვიცი საგმა გამარჯობა ბესენ ლაოთა ჰე გამარჯობა ნახეთ ნახევარი მთვარეა რა ლამაზი ბუშტებია რა ლამაზი საპნის ბუშტებია Das macht Papa so gut. უყვარს ბელეს საპნის ბუშტები. ნახე რამდენია და? ვაუ.
ოჩახტე? რა კარგი გოგო ხარ და? Guck mal, wie gut das der Papa kann. Wow. მოკლედ ანაბელი ჭკუაზე აღარ არის, ისე უყვარს საპნის ბუშტები. ნახეთ რა ტიპია. დაგვაღამდა თითქმის. მაგრამ ისეთი სასიამოვნოა ამ პარკში გაჩერება, რომ ვერ აგიხწერთ. ისეთი კარგია და ისეთი სიმშვიდე და სიწყნარეა. გიждები ამ პარკზე. თეთიკო, დაუქნიე ხელი მაყურებელს? უთხარი გამარჯობა. Какой-то дедо. Мама Мака. Мама Мака. Вось ты мама Мака. Мама Ка. Zeig mal, wo სად არის დედა მაკა? Кита. Мама. ჩაიხუტე დედა მაკას. ჩემი ლამაზიშვილი. დედას რო უყვარს გულში. აკოცე დედას? დედას აკოცე. ვაიმე დედა. მიყვარ ხარ დე გულში და. რა ლამაზი საპნის ბუშტებია. ძალიან ლამაზია. ბელე თქვი დიდი დედიკო, nicht გიგი, sondern დიდი. ნახეთ როგორ გალობს ჩიტი და რა სასიამოვნო ჟღურტულის ხმა ისმის. უბრალოდ საოცრება. ნუ ეხლა რო შებინდ და ფერებს იმდენად ჩემი ტელეფონი ვეღარ გადმოსცემს რა თქმა უნდა. ვაუ, რა ლამაზი საპნის ბუშტებია და შენ იჭერ მაგითიდე? ოჩახტე? ლელამ რა გაჩუქადე? Ниნა. ველოსიპედი ვინ გაჩუქა? Кая. Nein, ველოსიპედი. სკუტერი ვინ გაჩუქა? ბელე, სკუტერი ვინ გაჩუქა? Кая. ველოსიპედი? Нене. Браво! დაბადების დღისთვის მოკლედ ანაბელს ქონდა 22 აპრილს დაბადების დღე. ძალიან მინდა რამოდენიმე კადრი გადაღებული მაქვს და ძალიან მინდა რომ გაჩვენოთ. არ ვიცი თუ ამ ვიდეოში ჩავატევ, აუცილებლად ჩაგისვამთ კადრებს. 22 აპრილს გახდა ანაბელი ზუსტად 2 წლის და ლელამ ჩემადამ იტალიიდან გამოუგზავნა ველოსიპედი და რო შევეკითხები ველოსიპედი ვინ გაჩუქა? ნენამ. ლელას ჩემდას ეძახის ნენას. და ჩემმა მეგობარმა მთვარისამ აჩუქა სკუტერივით პატარა ღოლერს ეძახიან აქ და ისა მთვარისას ვერ ამბობს და თაიას ამბობს ისე საყვარლად და რო აი ეხაც იძახის რო შევეკითხები სკუტერი ვინ გაჩუქა თქო თაია მოიძახის ძალიან საყვარლად და იმედია ეხლა მინდა რომ ჩაგისვათ ანაბელის დაბადების დღის კადრები და იმედია რომ მოგეწონებათ 22 აპრილს გახდა ჩვენი გოგონა ზუსტად 2 წლის. რა კარგად გალობს ეს ჩიტი, ყველაზე დიდი თერაპია ყოფილა სულიერი სიმშვიდისთვის ჩიტების ჟღურტული და ბუნებაში ყოფნა, რასაც 100%-ით ვადასტურებ. რა ლამაზად გალობს. ნახეთ. ჩიტი აი აქვე ხეზე. ამაზე მეტი 64 და ამაზე მეტი სიმშვიდე არ არსებობს. ალბათ ყველანი დამეთანხმებით. როგორ სიამოვნებით აქ ყოველდღე ჩავწერდი ვლოგებს, გამოვიდოდი და აი რაღაც ჩემი გულიდან რაღაც თემებზე გესაუბრებოდით. რაღაცები მაქვს კიდე ნაყიდი და რამდენი ხანია მინდა რომ გაჩვენოთ და აი ვერ ვახერხებ. თუ დამიჯერებთ, ვერ ვახერხებ. მაგრამ იმედია ახლა მალე ამ დღეებში რაღაცნაირად დროს გამოვძებნი და გადავიღებ სხვადასხვა ვიდეოებს. წავიდე დედიკო სახლში დაღამდა. ჟაკეტი კი ჩაგაცვი, მაგრამ არ შეგცივდეს. ნახე რა ლამაზი საპრის ბუშტებია, პაპა როგორ კარგად ბერავს. Wow, Papino, das machst du sehr gut. Wow. Wow.
მოსწონს ბელეს ლამაზია საპნის ბუშტები და გეხუტუნა დედამ გულში. დედას რო უყვარს ის გოგოა. აჰაი. ხო, ეგ სახში წავიღოთ და ხო გვაქვს ახალი საპნის თხევადი მასა და ჩავასხათ, ხო დე? პაპამ ხო გიყიდა როზმანში. და ჩავასხათ მეორეში. მაგაში აღარ იყო ბევრი და გადავასხი. და სახლში ხვალისთვის ჩავასხათ ახალი და მე აივანზე რო გავალთ, გავბეროთ, ხო? ხვალ კაი ამიდი თუ იქნება. სამსახურის მერე გარეთ გამოვიდეთ. და გავბეროთ საპნის ბუშტები. ოკეი? მან შაც. და უქნიე მაყურებლებს ხელი დე? ყოჩახ დე? შენ რამდენი წლის გახდი დე? ორის ხო? როგორი ტორტი გქონდა შენ დაბადების დღეზე, რა ქვია იმას? ჰელო? ჰელო კიტი. Mama. იამანშაც. თქვი ჰელო კიტი? ჰელო კიტის ტორტი გქონდა, ხო დე? ეხა ჩავსვათ აქ კადრები და ვაჩვენოთ მაყურებლებს შენი დაბადების დღიდან რამოდენიმე კადრი, ხო? Okay, wir gehen nach Hause. ბელე, წავედით სახლში და ხო? ბელემ უნდა დაიბანოს ახლა და დაწვეს. უკვე გვიანია, ხო და? წავედით, ეგ ხვალ კიდე გავბერო დიდი და პატარა ბუშტები, ხო? მაგრამ ეხლა უკვე გვიანია და წავედით სახლში. მოკლედ ჩემო კარგებო, აქ დაგიმშვიდობებით მე. სახლში უნდა წავიდეთ ახლა. ანაბელი დაღლილია. დღეს ცოტა გვიან მოგვივიდა გარეთ გამოსვლა, მაგრამ არაუშავს ასე ჯობდა, რადგან ძალიან სიცხე იყო. 30 გრადუსამდე იყო გერმანიაში და ძალიან ცხელოდა. დილით აივანზე ვიფრუშტუკეთ, ანუ ვისაუზმეთ და შემდეგ კარები რო დავკეტეთ, აღარ გაგვიღია, იმდენად სიცხე შემოდიოდა და სქელი ფარდები მაქვს მისაღებ ოთახში და ისინიც გადაწეული გქონდა, რომ მზე არ შემოსულიყო და დიდი ვენტილატორი აქვს და ის გქონდა ჩართული, რა თქმა უნდა, ძალიან ესე მოკრძალებულად, რომ ბავშვ მაინც არ დაგრილოს და რაღაცა რო თამაშობს მისაღებ ოთახში და ძალიან ესე დაბალზე გქონდა მთელი დღე ვენტილატორი ჩართული. მოკლედ აქ დაგემშვიდობებით ჩემო კარგებო, დღეს ახლა რაღაც განსაკუთრებული ვიდეო არ ყოფილა. ჩვეულებრივი საღამოს ვლოგი გამოვიდა, მაგრამ მაინც ძალიან მიხარია რომ მოვახერხე. დაგემშვიდობებით და ყველას მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. დაგიტოვებთ აუცილებლად როგორც შეგპირდით ანაბელის დაბადების დღის კადრებს. აუცილებლად ამ ვიდეოში გაჩვენებთ და იმედი მაქვს რომ მალე შევხვდებით ისევ და აღარ გამიგრძელდება თქვენთან მოსვლა. დედა უქნიე მაყურებლებს ხელი? კარგად, უთხარი? დაუქნიე დედიკო ხელი? ვინკე, აქეთ გამოიხედე და ისე. დაუქნიე ხელი. Bravo! Papa, du auch? კარგად. კოცნა გაუგზავნე დე, კოცნა? ყოჩახ დედიკო, ყოჩახ, ჩემი სიყვარული ხარ და. ხო, ეს ახალია. ხელი? მაყურებლებს, ჩვენს მაყურებლებს და კოცნა გაუგზავნე. ყოჩახ! Zum Geburtstag viel Glück. Zum Geburtstag viel Glück. Zum Geburtstag, liebes Annabelle. Zum Geburtstag viel Glück. Alles Gute. Jetzt darfst du die Kerze ausblasen. Ja. Annabelle, lach mal, wie sie. Och, das ist ja, nein. Ja, macht nichts. Die Annabelle machen lassen. Kann man doch nur einfach. ბელე გახსენი, მიდი დედიკო, გახსენი, მიდი გახსენი.
გახსენი დედას გული. გახსენი. ლასი ახავს მაგ. ლასი. გახსენი დედიკო, მიდი. ასე დახია, მიდი. მიდი. Lass Bällchen mal. Mit die Gassen. Bälle. Gebe mit die Gassen, dann. Hilfst du ihr durch? Gina, schicknit, was ist da drin? Gachseni, denn? Große Puppe. Mochtonstig, ja. Gefällt dir? Das gebe ich ja. Ja, wie süße Puppe. Was schöne denn? Papa hilft dir ein bisschen. Vorsicht mit der Schere, Vorsicht, Vorsicht. Guck mal, Belle, was da drin ist. Das haben wir schon lange gekauft und versteckt gehabt, damit du es nicht findest. Ja. Hier, Frau Becker. Ja, Vorsicht, Vorsicht, nicht, dass sie plötzlich mit Augen. Ich habe immer Angst. Bravo. Ja, Mama. Ja, sowohl als auch. Zu groß. Der Bobbika ist schon zu Mit die Gachseni, die Gachseni. Vorsicht, Vorsicht. Ja, მოკლედ ჩემო კარგებო, დღეს მინდა რომ აქ დავასრულო ჩემი ვლოგი და იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ჩემი საღამოს ვლოგი, ძალიან სპონტანურად გადაღებული. მართალი გითხრათ, სპონტანურად უფრო გამომდის ხოლმე რაღაცები, ვიდრე რაღაცას დიდი ხნის განმავლობაში რომ ვგეგმავ. ასე რომ სპონტანურობა ხანდახან საერთოდ არ არის ცუდი. ჩემ შემთხვევაში ყველა ვარიანტში. მოკლედ, იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ანაბელის დაბადების დღის კადრები. მართალია დიდი ვიდეო არ გადამიღია. სტუბრები ყავდა და ვერ დავიწყებდი ნამდვილად გადაღებას, მაგრამ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი დეტალი და ნებისმიერი პატარა მონაკვეთიც კი ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელია ჩვენი გოგონას დაბადების დღიდან. ასე რომ ვიმედოვნებ რომ ყველაფერი მოგეწონათ. დღეს მე კი აქ დაგემშვიდობებით, უკვე საკმაოდ გვიანია და ვფიქრობ რომ ამ ვიდეოს ხვალ დავამონტაჟებ და ავტვირთავ ჩემს YouTube არხზე. მე აქ დაგემშვიდობებით და მინდა რომ ყველას მშვიდობიანი საღამო გისურვოთ.
ყველანი ძალიან მიყვარხართ. თქვენი მაკა დროებით მომდევნო შეხვედრამდე. ნახვამდის.